ტრამპმა გააჟღერა მუქარა, რომ ისინი სახმელეთო ოპერაციას კი არ განახორციელებენ, არამედ გაუნადგურებენ ირანს მსხვილ ენერგეტიკულ და საწარმოო ინფრასტრუქტურას, რაც ირანს მიიყვანს ირანის სისტემას, მიიყვანს იმ კონდიციამდე, რომლიდანაც მათ მობრუნების შანსი შეიძლება აღარ ქონდეთ, ანუ ეკონომიკის აღდგენის შანსი შეიძლება აღარ ქონდეთ და ამ მუქარების მაგალითად ერთ-ერთი განცხადება, დემონსტრაცია იყო, დღეს გააკეთა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა ეს განცხადება, მიმდინარე მოვლენები რა ფონზე და განწყობების ვითარებაში მიმდინარეობს და მოდი ამას მოусმინოთ. გაჩნდა იქ მითქმა-მოთქმა რა ბერკეტებზეა საუბარი, ერთადერთი ბერკეტი, რომელიც უშუალოდ ერთადერთი სახეობა იარაღი, რომელიც ჯერ არ გამოუყენებიათ. არის ბირთვული იარაღი და იქ წავიდა საუბარი იმაზე, რომ ბირთვული იარაღს ხომ არ გულისხმობდა ბენსი, თუმცა მე ამერიკის ადმინისტრაციის წარმომადგენლებისგან გამოსული განცხადებებით ითქვა, რომ არა ბირთვული იარაღს არ გულისხმობთ, თუ ამას არ გულისხმობენ, მაშინ საუბარი ისევ იმაზე, რაც ტრამპმა გააჟღერა, რომ ამერიკელებს ჯერ არ დაუწყიათ მასიურად ირანის ენერგეტიკული რესურსების განადგურება მასიურად. ცხადია, ენერგეტიკული რესურსების აქ-იქ მოხდა ირანის ენერგეტიკულ სიმძლავრეებზე დარტყმები, მაგრამ ამას არ ქონია მასიური სისტემური ხასიათი, რომ მთელი სისტემა გამოიყვანოთ წყობრიდან და ეხლა როგორც ჩანს ამაზეა საუბარი და რატო ერიდება ამერიკა ამას, რატოერიდებოდა აქამდე და რა შეიძლება გამოიწვიოს ამან. პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ თუ ამერიკა წავა ენერგოსისტემის ენერგოსიმძლავრეების სისტემური განადგურების მიმართულებით, ერთი ირანი იგივე პასუხს დაუბრუნებს არაბულ ქვეყნებს და სარაკეტო დარტყმებს მიაყენებს არაბული ქვეყნების ენერგო გადამამუშავებელ, ენერგო რესურსების საცაო, მომპოვებელ საპორტო სიმძლავრეებს, მათ შორის იქ ამერიკული IT კომპანიების რესურსებიც ძალიან უხვად არის განლაგებული ამ ქვეყნებში, მაგრამ ამას გარდა ენერგო რესურსებს გაუნადგურებს და არტყავს არაბული ქვეყნების ენერგო რესურსებს. შეიძლება იქ ვინმე თქვა და ეს მნიშვნელოვანი დარტყმა იქნება, იმიტომ რომ ჯამში რეგიონში ენერგო რესურსების წარმოების მასშტაბი შესაძლებლობები შემცირდება. შესაბამისად, ეს უკვე გაზდის დეფიციტს ძალიან მნიშვნელოვნად, მაგრამ შეიძლება ახლა იქ ვინმე იფიქროს და ეს პოზიცია ლოგიკურია, რომ ირანს შეიძლება სარაკეტო შესაძლებლობები იმ მასშტაბის და იმ ეფექტურობის არ აქვს, როგორც ამერიკას აქვს და ცხადია ირანს ბევრად მძიმე დაუზიანებენ ენერგეტიკული რესურსების მასშტაბს, ფაქტიურად გაუნადგურებენ და მეორე მხარეს მხოლოდ დაუზიანდება და უფრო სწრაფად იქნება ეს ყველაფერი აღდგენადი და სრულად განულებული და განადგურებული ვერ იქნება. მაგრამ ამასთან ერთად დგას ერთი ძალიან სერიოზული მთავარი გამოწვევა. თუ ირანს უნადგურდება ყველანაირი ენერგეტიკული რესურსების ყველა შესაძლებლობა, რაც ეკონომიკურად იქ გამოიწვევს ძალიან მძიმე დეგრადაციას, შეიძლება კოლაფსამდე მივიდეს, უკუსლას სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის კოლოსალურად ათწლეულებით უკან, ოღონ ამ პირობებში სისტემა არ ჩამოიშლება, მაშინ ირანი მსოფლიო მიიღებს ირანს, რომელსაც დასაკარგი არაფერი არ აქვს. ან ირანს, რომელთანაც ვაჭრობა აღარ არის შესაძლებელი. ამის შემდეგ, თუ ირანს სისტემას ვერ უცვლიან და თუ ირანს დასაკარგი აღარაფერი არ აქვს, ჩვენ ვიღებთ ირანს, რომელსაც აქვს ერთადერთი შანსი, რომ რამე აღადგინოს თავის ქვეყანაში, გამოვა მძევლად აყვანა ჰორმუზის სრუტის და კომპენსაციად წართმევა უკვე არაბული ქვეყნებისთვის და მთელი დანარჩენი მსოფლიოსთვის ამ სრუტეში გამოვალი რესურსების საბაჟო გადასახადის სახით და ფაქტიურად თუ ირანს შერჩება შესაძლებლობა რომ სრუტე ჩაკეტილი იყოს, ეს სრუტე შეიძლება გადაიქცეს ირანის სრუტედ.
ან მაშინ რაღაცა დაუსრულებლად წლების განმავლობაში თალიბანის რეჟიმში გადაყვანილი ირანის რეჟიმში თუ ის ვერ ჩამოიღეს და ვერ შეიცვალა, ამერიკამ უნდა ბომბოს იქამდე, სანამ ბოლოს და ბოლოს ის რეჟიმი არ დაემხობა. ოღონდ ეს ვერსია ბოლოს და ბოლოს როდის დაემხობა ის რეჟიმი, ეგ შეიძლება გაგრძელდეს ძალიან დიდი ხანი. წლებიც კი. აქედან გამომდინარე, ეხა რატო ითრევს ამერიკა ფეხს ამ რაღაცა განცხადებას აკეთებს, ამერიკის ამ მუქარებზე ირანმა გააკეთა განცხადება, რომ ის არა თუ არ მიყვება ამერიკის მოთხოვნებს და შანტაჟს, არამედ აჩერებს ყველანაირ მოლაპარაკების ფორმას, ეს კულუარებით მიდიოდა პაკისტანის მეშვეობით მოლაპარაკებები, წყვეც ყველანაირ მოლაპარაკებების ფორმას. მე ამერიკელებმა გააჟღერეს, რომ არა იცით რა, ირანმა ეგ კითხვა, მაგრამ ჯერ რაღაცა კულუარული მოლაპარაკებები მაინც მიმდინარეობს და რაღაც იმედები არსებობს. ანუ ამერიკა მუქარას აჟღერებს, დათქვა საათი, დათქვა დრო, მაგრამ თან რაღაცნაირად ცდილობს თითქოს ფეხს ითრევს და რაღაცას ერიდება. რას ერიდება? ერიდება იმას, რომ ეს ხაზი ირანის უკან დახევის და მოლაპარაკებების წამოსვლის მოტივის თუ მოიშალა, ირანს საერთოდ როგორ აჩერებენ, ეგ თლად გასაგები აღარ ხდება. მაშინ ერთადერთ გზად ირანის გაჩერების რჩება უბრალოდ იმდენი ხანი და იმდენად ინტენსიურად დაბომბვა გააგრძელონ, რომ ბოლოს ყველა ლიდერი დაუხოცონ და იქ ჩამოაგდონ ეს რეჟიმი და სხვა მოვიდეს, რაც კაცმა არ იცის მიღწევადი გზა არის თუ არა. ვერსია რომ აი მაგალითად ირანს კი შეიძლება ეს ვერ მოუხერხონ, მაგრამ აი მოუხერხონ ის რომ უბრალოდ ჰორმუზის სრუტეზე სამხედრო დარტყმების მიყენების შესაძლებლობა აღარ კონდეს. ეს ვერსია არის ძალიან საეჭვო, იმიტომ რომ გაირკვა რომ ირანს ჰორმუზის სრუტის ჩასაკეტად არაფერი დიდი სარაკეტო შესაძლებლობები არც ჭირდება, მას სრულიად თავისუფლად ყოფნის რამდენიმე ასეული შაჰედის ტიპის დრონი, რომელიღაცა ახლო მდებარე მთები და სადაც გადამალული სატვირთო მანქანის ძარიდანაც შეგვიძლია გაუშვა და იქ ტანკერს ეს ძალიან ეფექტურად დააზიანებს და ტანკერები ვერ გაბედავენ დაუბრკოლებლად ამ სრუტეში ნავიგაციას. რამდენიმე ასეული შაჰედის ტიპის დრონი, რომელსაც მაგალითად რუსეთიც აწარმოებს, სიამოვნებით მიაწოდებს რუსეთი ამ ტიპის შეიარაღებას და უპრობლემოდ თვეში ასეულობით ერთეულს და კიდევ უფრო მეც, როგორც ამბობენ იქ რუსები, დღეში აწარმოებენ 300 ერთეულს, ამ ტიპის დრონებს სიამოვნებით მიაწოდებს იმისთვის, რომ ჰორმუზის სრუტე იყოს ერთი შანტაჟის და შეფერხების ქვეშ მოქმედი და ირანის დიდწილად ირანის კონტროლის ქვეშ მოქმედი სივრცე, იმიტომ რომ ამ ომის შედეგებით, რასაც უყურებთ, თუ ვინმე ცალსახად ხეირობს, ახლა ცხადია, პირველ რიგში ისრაელი, რომელიც ინიციატივა იყო და რომელსაც თავისი ინტერესები აქვს ირანის დასუსტების და ამის შემდეგ თუ ვინმე ხეირობს, ერთ-ერთი პირველი არის რუსეთი, რომელსაც მოუსწრო ძალიან სასიამოვნოდ მისთვის $70-დან $100-მდე ნავთობის ფასის გაზრდა და თან უბრალოდ ფასი კი არ გაიზარდა, თან რუსეთის ნავთობი და გაზი გახდა დიდწილად უალტერნატივო აზიური ქვეყნებისთვის, ამიტომ ერთი რომ ფასი გაიზარდა და თან სანქციებიც შეურბილეს, იმიტომ რომ სხვა აღარ არის ნავთობი საკმარისი. რაც უფრო გაძვირდება, რაც უფრო უალტერნატივო იქნება რუსული ნავთობი, რაც უფრო ხანგრძლივად გაიწელება ომი, აღარ ეხსოვება ამერიკას და დასავლეთს, აღარ ეცლება უკრაინისთვის, აღარ ეცლება და აღარ ექნება ზედმეტი იარაღი მისთვის მისაწოდებლად, მით უფრო ამითი ხეირობს ცხადია რუსეთი. ამიტომ რუსეთისთვის ერთადერთი ვერსია ამ ომში, რომელიც მისთვის იქნება დარტყმა და წამგებიანი არის თუ ირანის რეჟიმი პირდაპირ შეიცვალა, რეჟიმი თუ შეიცვალა ამერიკისთვის ლოიალური რეჟიმით. ეგ ვერსია, რა თქმა უნდა, რუსეთს არ აწყობს. ყველაფერი სხვა აქამდე, ანუ დაზიანებული ირანი დიდად არ აინტერესებს, პრობლემა არ აქვს. ბრძოლაში მყოფი ირანი, რომელიც ჰორმუზის სრუტეში ქმნის ბარიერებს. ეგ არის რუსეთისთვის იდეალური სცენარი, ამიტომ რა თქმა უნდა, თუ ირანის რეჟიმი შენარჩუნდა და ამერიკა ვერ ჩამოაიღო,
მას აღარც ჭირდება დიდი სარაკეტო საწარმოო სიმძლავრეები იმისთვის რომ ჰორმუზი ჩაგედოს. მას თავისუფლად ეყოფა ის რესურსები, რომელსაც მას რუსეთი და სავარაუდოდ ჩინეთიც მიაწვდიან. ამიტომ ეს ნაბიჯი ირანის ენერგეტიკული რესურსების სრულ განადგურებას წასვლა ნიშნავს ძალიან სარისკო ნაბიჯს, რომელიც საბოლოო ამ ომის დასრულების და თან ამერიკის გამარჯვებით დასრულების, ანუ იმ ფორმატში დასრულების, სადაც ირანს აღარ უკავია ჰორმუზის სრუტე, დათმო რაღაცის სანაცვლოდ ამ სრუტის კონტროლი და რაღაც დათმობებზე წამოვიდა, ამ ვერსიას ძალიან სარისკოს ხდის. აქედან გამომდინარე, საკმაოდ ჩიხური მდგომარეობა ახლა მიღწეული და ძნელია პროგნოზი სადამდე წავა პროცესები, მაგრამ როგორც ჩანს, ირანი უკან დახევას არ აპირებს და აქ კიდე ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი შემოდის. კომპონენტი ბირთვული შეიარაღების. ირანს მისივე განცხადებით აქვს 450 კილო 60%-მდე გამდიდრებული ურანი. იმისთვის რომ შეიქმნას ბირთვული იარაღი საჭირო 90%-მდე გამდიდრებული ურანის ქონა. ოღონდ აქ უნდა გვესმოდეს, რომ ბევრად რთული და ხანგრძლივი სამუშაოა 60%-მდე ურანის გამდიდრება, აი მაგალითად 3-5%-მდე ურანის გამდიდრება ყველაზე რთული სამუშაოა და ყველაზე ხანგრძლივი, შემდეგ აი 5%-დან 60%-მდე უფრო ნაკლებ ხანგრძლივი და რთული, ხოლო 60%-დან 90%-მდე როგორც სპეციალისტები ამბობენ, თუ ყველა საწარმოო სიმძლავრე ხელთ აქვს ირანს, ხარეს, რომელიც ამის შექმნას ცდილობს, სულ რაღაცა რამდენიმე კვირის, ანუ 1-2 თვის ამბავია. შესაბამისად, ირანს ახლა აქვს 450 კილო ურანი, რომელიც სად არის, არავინ არ იცის. რაღაცა ვერსიებით ძალიან ღრმა სხვადასხვა ბუნკერებში მიწისქვეშ არის განაწილებული და იმ ბუნკერებამდე ვერ ჩადის ამერიკის ბომბები, ბუნკერების გამანადგურებელი ღრმად მოქმედი ბომბებიც კი. ანუ ამ რესურსს ვერ უნადგურებენ. თუ ირანი მიყავს იმ კონდიციამდე, რომ მას დასაკარგი არაფერი აღარ აქვს, რას უშვები ამ ბირთვული მასალას, რომელიც გამდიდრებასაც დაუსრულებლად ამერიკა ომს ვერ გააგრძელებს, იმიტომ რომ შიდა პოლიტიკური გამოწვევები აქვს, აგერ არჩევნები აქვს შემოდგომაზე და იქ არაპოპულარულია ამ ომის გაგრძელება. ხო, რაღაცა მომენტში უნდა გაჩერდე. ირანს დასაკარგი არაფერი არ აქვს, ჰორმუზის სრუტე თუ ხელში დარჩა და მე რას უშვები ამ ბირთვულ იარაღს, ეგ არის ბირთვულ მასალას, რომელიც გამდიდრებასაც ინტენსიურად დაიწყებენ, იტყვიან, რომ აი რა ვიცი, არაფერი აღარ დამიტოვეს, სხვა რა გზა მაქვს, მე უნდა გავამდიდრო ბირთვული იარაღი შევქნა, იმისთვის, რომ მე აი ჰორმუზის სრუტის კონტროლით აღვიდგინო რაღაცნაირად სახელმწიფოები. აი ამას ამ გამოწვევას რას უშვები, ცოტა გაუგებარი. ამიტომ ახლა ამერიკას უდგას შემდეგი დილემა. თუ წავა ის ენერგეტიკული რესურსების განადგურებაზე, მაშინ ბოლომდე უნდა მიყვეს და რეჟიმი სანამ არ ჩამოიშლება იქამდე უნდა იომოს. წინააღმდეგ შემთხვევაში მსოფლიო დგება იმ რისკის ქვეშ, რომ ირანი მძევლად აიყვანს ენერგეტიკულ მოთხოვნილებას მთელი მსოფლიოსი. რაც შეეხება ხა მაგალითად ირანის ინტერესებს, ხო, და ირანის ადგილზე რა იქნებოდა სწორი, ყველაზე სწორი და მომგებიანი ვერსია, ჩემი აზრით, ახლა გვერდზე რო გადავდოთ ემოციური კომპონენტი ამ ნაწილის, რომ აი რაღაცა ნაბიჯი ემოციურად რთულია, რაღაც საბრძოლო სულისკვეთება, სისტემის პრესტიჟი შეილახება და ასე შემდეგ, აი ეს კომპონენტები რო გვერდზე გადავდოთ და რო წარმოვიდგინოთ, რომ ცივად შეუძლიათ გადაწყვეტილებების მიღება ისე, რომ გარე ემოციურ კომპონენტებს არ მიაქციო ყურადღება, ყველაზე მომგებიანი და პრაგმატული ირანისთვის ალბათ იქნებოდა ეხლა რაღაც შეთანხმებაზე წასვლა, რომელსაც რა თქმა უნდა მე შეძლებენ, რომ ამერიკას აღარ ექნება შესაძლებლობა თავიდან განაახლოს ეს ომი რაღაცა 9 წელიწადში და შეიძლება რომ გადააგდებენ და ეგ ნებისმიერი შეთანხმება უნდა ვიცოდეთ, რომ ეხლა რა შეთანხმებაც არ უნდა დაიდოს, შეიძლება აქამდე მივიდეს საქმე, რა შეთანხმებაც არ უნდა დაიდოს, ის გადაგდებისთვის იქნება განწირული. ყველაზე ლოგიკური ირანის მხრიდან იქნებოდა ალბათ ამ სვლაზე წასვლა და არა იქამდე მიყვანა საქმის, რომ გაუნადგურონ ყველა
მთელი ენერგეტიკული სტრუქტურა და შემდეგ ამის აღდგენას დაჭირდება წლები, შეიძლება 10 წლები. ეს იქნებოდა, მაგრამ ირანი, რომელიც არის ძალიან იდეოლოგიზირებული ქვეყანა, იდეოლოგიზირებული სისტემა მათ შორის ნიშნავს ემოციურ დამოკიდებულებასაც საკუთარი ნაბიჯების მიმართ, როგორც ხალხის მიერ, ისე ხელისუფლების მხრიდან, მით უმეტეს ეხლანდელ უზენაესული ლიდერს მთელი ოჯახი გაუნადგურეს, ხო და ცოტა ისე დასაკარგი არაფერი არ აქვს, ამიტომ ეს პროცესები დიდად პროგნოზირებას არ ექვემდებარება და მოდი დაველოდოთ ახლა ამ აღამ გავა ეს ვადა ულტიმატუმის და დაველოდოთ რა განცხადებებს გააკეთებ მხარეები, მაგით მივხვდებით გადავიდა თუ არა ესკალაცია ახალ თვისობრივად ახალ და ბევრად უფრო მძიმე ეტაპზე თუ რაღაცა მოლაპარაკების კონტურები დაინახა ორივე მხარემ და კომპრომისისკენ შეიძლება იყოს შანსი გადაიდგას ნაბიჯები.